27 აგვისტოს კუნძულ ლიდოზე კინომოყვარულებისთვის ჯადოსნური დღეები ვენეციის კინოფესტივალი იწყება. და სანამ კინოფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება, პროგრამაში წარმოდგენილ რამდენიმე ფილმზე გიამბობთ. ეს იორგოს ლანთიმოსის სამეცნიერო ფანტასტიკაა, სახელწოდებით ბუგონია. ფილმი ორ მამაკაცზე მოგვითხრობს, რომლებიც ფარმაცევტული კომპანიის დირექტორს იტაცებენ, რადგან თვლიან, რომ ის უცხო პლანეტელია. კიდევ ერთი საინტერესო ფილმი გახლავთ ნოა ბაუმბახის ჯეი კელი, რომელშიც არაერთი მსოფლიო ვარსკვლავი მონაწილეობს. მათ შორისაა ჯორჯ კლუნი, რომელიც კინოვარსკვლავის ჯეი კელის როლს ასრულებს. ფილმი ჯეი კელისა და მისი მენეჯერის, რონის ევროპაში მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს. ნადირობის შემდეგ, ასე ჰქვია ლუკა გუადანინოს ფსიქოლოგიურ დრამას, რომელშიც მთავარ როლს ჯულია რობერტსი ასრულებს. ის კოლეჯის პროფესორია, მისი სტუდენტი კი მის ახლო მეგობარსა და კოლეგას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ახდა რეჟისორის გილერმო დელ ტოროს 10 წლეულების ოცნებაც და მერი შელის კლასიკური რომანის ფრანკენშტეინის მიხედვით გადაღებული მისი ფილმი ფესტივალის პროგრამაში მოხვდა. თავარ როლს ოსკარ აიზეკი ასრულებს, მონსტრს კი განასახიერებს ჯეიკობ ელორდი. ფილმში მოქმედება ვითარდება ორიგინალური ისტორიის მოვლენებიდან 40 წლის შემდეგ. ფილმში დოქტორი პრეტორიუსი იწყებს ფრანკენშტეინის მონსტრის ძებნას, რათა გააგრძელოს საშინელი ექსპერიმენტები. მაყურებლები განსაკუთრებით ელიან ფილმს კრემლის ჯადოქარი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური კარიერის საწყის წლებზე მოგვითხრობს. მისი რეჟისორი ოლივიე ასაიასია. ვლადიმერ პუტინის როლს კი ბრიტანელი მსახიობი ჯუდ ლოუ განასახიერებს. ფესტივალზე სხვა ფილმებიც იქნება, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარე ყველაზე მწვავე პოლიტიკურ პროცესებს ასახავს. ასეთია ჰინდრაჯაბის ხმა. 6 წლის გოგონა, რომელიც დაბომბვის დროს ღაზის სექტორში მანქანიდან დახმარებას ითხოვს. ფილმში გოგონას ჰინდრაჯაბის რეალური ხმის აუდიო ჩანაწერია გამოყენებული. ფესტივალის ხელმძღვანელი ალბერტო ბარბერა ვარაუდობს, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ფილმი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მიიპყრობს, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ემოციური და ადამიანური მიზეზების გამო.